სადღაც შვედეთის თავზე საბრძოლო თვითმფრინავი ასრულებს საბრძოლო მისიას პილოტის გარეშე. 2025 წლის მაისში ხელოვნური ინტელექტის სისტემამ სახელად სენატორი აიღო კონტროლი Saab Gripen E-ზე და შეასრულა სამი მხედველობის მიღმა საბრძოლო გაფრენა. თავად აირჩია მანევრების გზა, შეტევის დრო და გამარჯვების სტრატეგია სიმულირებულ საჰაერო ბრძოლაში, რეალური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. და მიუხედავად იმისა, რომ ეს უდავოდ გახდის შვედეთის საჰაერო ძალებს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ტექნოლოგიურად განვითარებულ ძალად მსოფლიოში, ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, თუ რატომ არის ეს განვითარება მნიშვნელოვანი. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის ის თვითმფრინავი, რომლის შეძენაზეც უკრაინამ ახლა ხელი მოაწერა. და ეს არის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია, რაც ამ პარტნიორობიდან გამოვიდა. და მას აქვს პოტენციალი, რომ რუსეთი სრულად შეაჩეროს. მოდით დავიწყოთ თვითონ ამ მანქანით, რადგან როცა გავიგებთ რა არის სინამდვილეში Gripen E, მივხვდებით რატომ აქვს მოსკოვს ყველა მიზეზი რომ ინერვიულოს. Gripen E აგებულია General Electric-ის F414 ძრავზე, რომელიც მას საშუალებას აძლევს გადააჭარბოს Mach 2-ის დაახლოებით 2100 კმ/სთ. მას აქვს 10 საკიდი წერტილი. შიდა სათვავის მარაგი დაახლოებით 3,75 ტონა და შეუძლია აფრენა და დაჯდომა საზოგადოებრივი გზის მონაკვეთზე 6 კაციანი ეკიპაჟის დახმარებით. მაგრამ მთავარი არ არის მხოლოდ ეს რიცხვები. მთავარი ისაა, რაც Gripen E-ს შიგნით აქვს. თვითმფრინავის გულში მდებარეობს Leonardo ES-ISO 5 Raven, აქტიური ელექტრონულად სკანირებადი ფაზირებული ანტენის რადარი, რომელიც დამონტაჟებულია მოძრავ პლატაზე. ეს საშუალებას აძლევს ანტენას ფიზიკურად გადაიხაროს გვერდებზე და უფრო შორს დაინახოს, ვიდრე ფიქსირებულ ანძას შეუძლია. მის გვერდით დამაგრებულია Skyward G, ინფრაწითელი ძებნისა და თვალთვალის სისტემა, რომელიც თვითმფრინავს საშუალებას აძლევს რადარის ჩართვის გარეშე უხმაუროდ მონადიროს და ცის სურათი შექმნას. და მთელ თვითმფრინავზე გარს არის შემოხვეული RSS-ის ელექტრონული ბრძოლის კომპლექსი, რომელიც მოიცავს ციფრულ მიმღებებს, ჩამხშობებსა და სატყუარას კონტროლერებს. ეს პილოტს აძლევს 360 გრადუსიან ხედვას, თუ ვინ უყურებს მას და საშუალებას აძლევს დააბრმაოს ნებისმიერი, ვინც ამას ატევს. Saab-მა ეს თვითმფრინავი თავიდან ბოლომდე ისე ააგო, რომ ბრძოლა შეძლოს მაშინაც კი, როცა მისი რადარის მუშაობა დაქვეითებულია. მონაცემთა კავშირი ირღვევა და GPS-ის სიგნალი ხალდება. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ისინი აშენებდნენ მას ზუსტად იმ ელექტრომაგნიტური ჯოჯოხეთისთვის, რადაც რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინა აქცია. და კიდევ ერთი რამ არის ამ თვითმფრინავში, რაც თითქმის სპეციალურად უკრაინისთვისაა შექმნილი. რაღაც რაც მის დიზაინში ცივი ომის დროსვე ჩადეს. შვედმა სტრატეგებმა ყოველთვის ჩათვალეს, რომ თუ ომი დაიწყებოდა, საბჭოთა თავდასხმის პირველი ნაბიჯი მათი მთავარი ავიაბაზების დაბომბვა იქნებოდა. ამიტომ მათ უარი თქვეს ამ ბაზებზე დამოკიდებულებაზე. მათ შექმნეს დოქტრინა სახელად BAS-80, რომლის არსიც იყო მათი გამანადგურებლების ჩვეულებრივი ავტობანის მონაკვეთებზე განთავსება, მცირე გაწვეული სახმელეთო ეკიპაჟებით, მათი შეიარარება და საწვავით შევსება და შემდეგ ბრძოლაში დაბრუნება ისეთი ადგილებიდან, რომელთა წინასწარ რუკაზე დატანა მტერს არ შეეძლო. და სწორედ ამ დოქტრინამ წარმართა ისინი Gripen-ის მთელი სერიისკენ, როგორც ძველი C და D მოდელების, ასევე ახალი E-ის მიმართულებით. ეს თვითმფრინავები სწორედ ასეთ გარემოში ბრწყინავენ. აქვთ დაბალი ტექნიკური მომსახურების დრო, დაბალი ექსპლუატაციის ხარჯი, სწრაფი მომზადების შესაძლებლობა და რაც მთავარია, არ სჭირდებათ იდეალურ მდგომარეობაში მყოფი 2 მილის სიგრძის ასაფრენი ბილიკი. 10 წლეულების განმავლობაში ეს დოქტრინა შვედური ნეიტრალიტეტის უცნაურ ნარჩენად მიიჩნეოდა. შემდეგ კი რუსეთმა წლები დახარჯა უკრაინის ავიაბაზების ჰაერიდან განადგურების მცდელობაში. და მოულოდნელად, რეაქტიული თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია სასოფლო გზიდან, მუდმივი ბაზის გარეშე ოპერირებისთვის, ნაკლებად გავს წარსულის ნარჩენს და უფრო მეტად წინასწარმეტყველებას. აი რატო უჭირთ F-16-ებსა და მირაჟებს, რომლებიც თავისთავად შესანიშნავი გამანადგურებლები არიან, გადამწყვეტი გავლენის მოხდენა უკრაინაში. მაგრამ Gripen E-ები, რომლებიც სწორედ ამისთვისაა შექმნილი, აქვთ შანსი გამოიჩინონ თავი, რადგან 16 მათგანი უკვე დადასტურებულია, რომ შესყიდვის ხელშეკრულების ნაწილი იქნება 2026 წლის შუა პერიოდში. თუმცა არსებობს კიდევ ერთი, უფრო დიდი შეთანხმება, რომელიც მომდევნო 10 წლეულის განმავლობაში შეიძლება 150-მდე თვითმფრინავს მოიცავდეს, რაც მას უბრალოდ დროებით დახმარებად კი არ აქცევს, არამედ უკრაინის საჰაერო ძალების სრულფასოვან ნაწილად. ეხლა მისი ოპერაციული შესაძლებლობების მიღმა, მოდით ვისაუბროთ იარაღებზე, რომლებიც ამ ყველაფერს მომაკვდინებელს ხდის. Gripen S შეუძლია 7-მდე MBDA Meteor-ის რაკეტა ატაროს და Meteor ჩვეულებრივი საჰაერო რაკეტა არ არის. უმეტესობა რაკეტებისა სარაკეტო ძრავზე მუშაობს. ისინი ანთებენ ძრავს, რამდენიმე წამის განმავლობაში ძლიერად იწვის და შემდეგ დანარჩენ გზას მიზნამდე ინერციით გადიან. მთელი ამ დროის განმავლობაში ენერგიას კარგავ. Meteor კი იყენებს რეგულირებად რამჯეთს, ძრავს, რომელიც მუდმივად იწვის და ბიძგს აძლევს რაკეტას შეჯახებამდე. ის მიფრინავს Mach 4-ზე მეტი სიჩქარით. MBDA-ის ოფიციალური მონაცემებით, მისი მოქმედების დების რადიუსი 200 კილომეტრზე მეტია. თუნდაც ეს ოპტიმისტური ზღვარი იყოს. ის ნაწილი, რომელიც მთელ რაკეტას ამუშავებს, არის ის, რაც ძრავს ანთებულ მდგომარეობაში ინარჩუნებს და აძლევს მას იმას, რასაც მწარმოებელი უწოდებს გაქცევის გარეშე ზონას. რამდენჯერმე უფრო დიდია, ვიდრე ამჟამად მფრინავი Amram კლასის რაკეტები.
პირდაპირ შეტევის შემთხვევაში დაახლოებით 3-ჯერ გრძელია, ხოლო კუდიდან დევნისას შეიძლება 6-ჯერ უფრო დიდი იყოს. ეს არის ცის ის მოცულობა, რომლის შიგნით მტრის პილოტი უბრალოდ ვერ გაექცევა რაკეტას, რამდენადაც არ უნდა ეცადოს მოტრიალებას. დაამატეთ ეს რაკეტა ზემოთ ხსენებულ რადარსა და თვითმფრინავს და მიიღებთ ერთადერთ კომბინაციას, რომელსაც ნამდვილად შეუძლია რუსეთის საჰაერო ძალების გამოწვევა უკრაინის თავზე. აი ეს არის მთავარი აზრი. ერთი გრიპენი, სათანადოდ შეიარაღებული, შეუძლია რუსულ გამანადგურებელს უკან დაახევინოს, მანამ სანამ ის რუსი პილოტი სროლის მანძილშიც კი იქნება. და მეტეორი კიდევ უფრო დახვეწილად მოქმედებს, ვიდრე უბრალოდ შორს ფრენა. მას აქვს ორმხრივი მონაცემთა კავშირი, რაც ნიშნავს, რომ რაკეტასა და გამშვებ თვითმფრინავს შეუძლიათ ფრენისას ერთმანეთთან კომუნიკაცია. რეაქტიულ თვითმფრინავს შეუძლია რაკეტის გაშვების შემდეგ განაახლოს სამიზნის მდებარეობა, გადააბაროს რაკეტა სრულიად სხვა სენსორზე მართვისთვის, ან ესროლოს სამიზნეს, რომელიც საკუთარი რადარით საერთოდ არ დაუნახავს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ გრიპენი შეიძლება გაუშვას მეტეორი სამიზნეზე, რომელსაც სხვა თვითმფრინავი ან მიწაზე განთავსებული რადარი ანათებს, მაშინოცა თვითონ თვითმფრინავი ჩუმად და უხილავად რჩება. არასდროს თავს საკუთარ რადარს, რომ თავისი მდებარეობა არ გასცეს. და რაკეტა უბრალოდ რაკეტა არ არის, არამედ მხოლოდ ერთი კვანძია ქსელში. რა თქმა უნდა, ერთი შთამბეჭდავი თვითმფრინავი და უახლესი რაკეტა შეჭრას ვერ შეაჩერებს. ომი არ იგება ყველაზე შთამბეჭდავი მანქანით ბრძოლის ველზე. იგი იგება იმით, რასაც ასე მარტივად ვერ გადაიღებ ფოტოზე, იმ ქსელით, რომელიც ყველა მანქანას აერთებს. და შვედეთი რეალურად ამას აკეთებს უკრაინაში. პაკეტიდან პაკეტამდე, უკვე 4 წელზე მეტია. გრიპენი მხოლოდ შუბის წვერია. მოდით, ცოტა უკან დავიხიოთ და მთლიან სურათს შევხედოთ, რადგან აქ მთავარი ამბავი გამანადგურებელი კი არა, არამედ მთელი თავდაცვის ინდუსტრიის ეკოსისტემაა. შვედეთი 10 წლეულებია თავის სამხედრო ძალებს ისე აწყობს, რომ ერთ დღეს შეიძლება მოუწიოს ბრძოლა მტერთან, რომელსაც ბევრად მეტი ჯარი, მეტი ტანკი და მეტი თვითმფრინავი ეყოლება, ვიდრე თავად ოდესმე ეყოლება. პატარა ქვეყანა, რომელიც უზარმაზარ მეზობელს უყურებს თვალებში. თუ ეს სცენარი თქვენთვის ნაცნობია, სწორედ ეს არის მთავარი აზრი. შვედეთის პასუხი რიცხობრივ უპირატესობაზე არასდროს ყოფილა გიგანტისთვის იარაღით იარაღის შეპირისპირება. მათი მიზანი იყო პირველებმა დაენახათ, უფრო სწრაფად მიეღოთ გადაწყვეტილება და ყველაფერი ისე დაეკავშირებინათ, რომ პატარა ძალას ზუსტად იმ ადგილას დაერტყა, სადაც ეთკინებო და გაქრალიყო მანამ, სანამ საპასუხო დარტყმა მიაღწევდა. ეს ფილოსოფია ახლა ნაწილ-ნაწილ გადაეცემა უკრაინას. დაიწყეთ თვალებით. რადგან ყველაფერი დანარჩენი მათზეა დამოკიდებული. 2024 წლის მაისში შვედეთმა გამოაცხადა ის, რაც მაშინ მთელი ომის განმავლობაში მისი ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი იყო, რომლის ღირებულება დაახლოებით 13 მილიარდი შვედური კრონა იყო. და ამ პაკეტის ცენტრში იდგა ორი თვითმფრინავი, სახელად ASC 880. თუ შეხედავთ, ის არაფრით გამორჩეულია. გადაკეთებული Saab 340 ტურბოპრობი, იმ ტიპის პატარა რეგიონული თვითმფრინავი, რომელიც ადრე ბიზნეს მოგზაურებს პროვინციულ აეროპორტებს შორის დაატარებდა. მაგრამ Saab-მა ყველაფერი ამოიღო და დაამაგრა იგი Air-Ease IESA ტიპის ანტენაზე, რომელიც ფიუზელაჟის თითოეულ მხარეს 120 გრადუსიან რკალზე გვერდულად იხურება. როდესაც ჰაერშია, ეს რადარი შეუძლია ამოიცნოს გამანადგურებლის ზომის სამიზნეები, დაახლოებით 300-დან 400 კილომეტრამდე მანძილზე და ერთდროულად 1000-მდე ობიექტს ჰაერში და 500 ზედაპირზე აკვირდება. მაგრამ აქ რეალურად მნიშვნელოვანი რიცხვი კუთხეა. მიწაზე მდგომი რადარი დედამიწის მრუდის უკან და მის წინ მდებარე ყველა ბორცვისა და ხის ხაზის უკან არის დამალული. რუსული ფრთოსანი რაკეტა ან შაჰედის დრონი, რომელიც დაბალ სიმაღლეზე მიფრინავს, შეიძლება იმალებოდეს მიწის ზედაპირის ფონზე მანამ, სანამ თითქმის სამიზნეს არ მიუახლოვდება. ASC 880 ამ ყველაფერზე მაღლა დაფრინავს და ქვემოთ იხურება. ეს ქვემოთ ხურების შესაძლებლობაა მისი არსებობის მთავარი მიზეზი. და მტრის წინააღმდეგ, რომელმაც უკრაინულ ქალაქებსა და ელექტროსადგურებზე 100,000-ზე მეტი დრონი და 1000-ობით რაკეტა გაუშვა, თვითმფრინავი, რომელსაც დაბალ სიმაღლეზე მფრინავების დროულად აღმოჩენა შეუძლია, ფუფუნება არ არის. ეს განსხვავებაა ქალაქ შორის, რომელსაც 10 წუთიანი გაფრთხილება აქვს და ქალაქ შორის, რომელსაც მხოლოდ 90 წამი აქვს. თვითმფრინავი პირველად 2026 წლის მარტში შენიშნეს უკრაინის თავზე და უკრაინული წყაროების მიხედვით ის უკვე აწვდის სამიზნე მონაცემებს საჰაერო თავდაცვის ქსელში. ერთ ფართოდ გავრცელებულ ეპიზოდში მას მიაწერენ დახმარებას, როდესაც F-16-მა რუსული Su-35 ჩამოაგდო. შემდეგ არის თვალები მიწაზე და სწორედ აქ იმსახურებს თავის ადგილს შვედური რადარის ოჯახი. ჟირაფის რადარები ბევრად ნაკლებ ყურადღებას იღებენ, ვიდრე პატრიოტის ბატარეები. და ეს შეცდომაა. შვედეთმა უკრაინას ჟირაფის ხაზის რამდენიმე ვერსია მიაწოდა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, ეს სისტემები საჰაერო სამიზნეებს დაახლოებით 100 კილომეტრამდე მანძილზე და 20 კილომეტრამდე სიმაღლეზე აფიქსირებენ მოდელის მიხედვით. სურს აღნიშნოთ, რომ ეს კონკრეტული მონაცემები უკრაინის მთავრობისგან მოდის, რომელიც დაინტერესებული მხარეა. ამიტომ მათ ოპერატორის მიერ მითითებულ შესაძლებლობებად განიხილეთ და არა როგორც დამოუკიდებელი გაზომები. მაგრამ თავად დიზაინი მნიშვნელოვანია.
ჟირაფს ასე იმიტომ ეწოდება, რომ მას აქვს დასაკეცი ანძა, რომელიც ანტენას ხეების ზემოთ წევს. როგორც ჟირაფი, მას შეუძლია დაინახოს დაბალი, ნელი და მცირე ზომის სამიზნეები, რომლებიც რელიეფში იმალებიან. ასევე ფრთოსანი რაკეტები და დრონები. ის ყოველ წამში ანახლებს სურათს. ის იშლება 10 წუთზე ნაკლებ დროში და იკეცება 5 წუთზე ნაკლებში, რაც ნიშნავს, რომ შეუძლია სწრაფად დაასკანიროს გარემო, გააზიაროს რასაც ხედავს და გადაადგილდეს მანამ, სანამ რუსული საპასუხო ცეცხლის დრონი მას იპოვის. და რაც მთავარია, ის მუშაობას აგრძელებს ძლიერი ჩახშობის პირობებშიც. ეს ბოლო პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ რუსული ელექტრონული ომის პირობებში იაფფასიანი რადარები ბრმავდებიან. ასე რომ შვედეთმა უკრაინის სამხედროებს თვალები მიაწოდა, მაგრამ მათ მუშტებიც სჭირდებათ. ეხლა სანამ იქამდე მივალთ, არ დაგავიწყლეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ყოველდღიურად მიიღოთ სიახლეები ომისა და ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. დაუბრუნდეთ იარაღებს, რომლებსაც შვედეთი იყენებს ომის მსვლელობის უკრაინის სასარგებლოდ შესაცვლელად. პირველი მუშტი, რომელიც მან გადასცა, არის არჩერი, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე შთამბეჭდავი და გამანადგურებელი რამ მთელ ამ პაკეტში. არჩერი არის 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა, 52 კალიბრის ლულით, რომელიც დამაგრებულია 6x6 არტიკულირებულ შასიზე, რომელიც შექმნილია Volvo-ს სატვირთოს ბაზაზე და მთელი იარაღი ავტომატიზებულია. სადაც ძველ საბჭოთა ბუქსირებულ ჰაუბიცას სჭირდებოდა 10 ან 12 კაცის ეკიპაჟი, რომლებიც მასზე მუშაობდნენ, არჩერს სჭირდება მხოლოდ 3 და მათ არასდროს უწევთ ჯავშნიანი კაბინიდან გამოსვლა. იმ მომენტიდან, როცა საცეცხლე დავალება მოდის, მანქანა შეუძლია გაჩერდეს, დააყენოს იარაღი და პირველი ჭურვი ჰაერში გაუშვას 30 წამზე ნაკლებ დროში. მას შეუძლია წუთში 8 ან 9 გასროლა. პირველი 3 ჭურვი კი დაახლოებით 15 წამში ისვრის და შემდეგ უკვე ადგილს ტოვებს. ეს სისწრაფე პირდაპირ ნიშნავს გადარჩენასა და უფრო ეფექტიან საბრძოლო მოქმედებებს. ამ საბრძოლო ველზე რუსეთი არტილერიას ეძებს კონტრბატარეის რადარით და დრონებით და წესი სასტიკად მარტივია. რაც უფრო დიდხანს დგას შენი ქვემეხი ერთ ადგილზე, მით მალე განადგურდება. არჩერი იყენებს ახლა უკვე კარგად ცნობილ ტაქტიკას. გაისროლე და გადაადგილდი, რომლის დროსაც მას შეუძლია ზალპი გაუშვას და გაქრეს მანამ, სანამ ტერი გაარკვევს, საიდან მოვიდა ცეცხლი. მაგრამ მანძილსაც აქვს მნიშვნელობა. სტანდარტული ჭურვით არჩერი დაახლოებით 40 კილომეტრის მანძილზე ისვრის, ხოლო მაღალი სიზუსტის ექსკალიბურის ჭურვით დაახლოებით 60 კილომეტრს აღწევს. ერთმა არტილერისტმა, რომელმაც წლები გაატარა საბჭოთა D-20-ზე, რომელიც ანალოგიური ჰაუბიცაა საბჭოთა ეპოქიდან, არჩერის სნაიპერ არტილერიად მოიხსენია. ერთ გასროლას ერთი განადგურება მოხვება და ბრიგადამ ის გამოიყენა რუსული თვითმავალი ქვემეხის გასანადგურებლად, რაც დრონის კადრებით დადასტურდა. შვედეთმა ომის დასაწყისში პირველი რამდენიმე ერთეული გადასცა, ხოლო 2025 წელს მან მის შესყიდვაზე უფლებამოსილ სააგენტოს უკრაინისთვის დამატებით 18-ის შეძენა დაავალა. მიწოდებით 2026 წლის განმავლობაში. მეორე მანქანაა CV-90 და ჯარისკაცებმა, რომლებიც მასში სხედან, მას მეტსახელი დაარქვეს, რომელიც ყველაფერს გეუბნებათ. ურჩხული. შვედეთმა თავდაპირველად გაგზავნა 50 ერთეული 40 მმ-იანი ქვემეხის ვერსია და თითოეულ მათგანს ჰყავს 3 კაცის ეკიპაჟი, პლუს ქვეითთა ჯგუფი, რომლებიც ჯავშნის უკან სხედან. გადაცემულ ვერსიაში ჯავშანი სპეციალურად გაუმჯობესებულია ნაღმების, მცირე კალიბრის ცეცხლისა და ხელყუმბარებისგან დასაცავად. გზაზე ის დაახლოებით 70 კმ/სთ-ში ავითარებს. მაგრამ ეკიპაჟებს ის იმიტომ უყვართ, რომ ეს მანქანა გადარჩენას ახერხებს. უკრაინის 21 მექანიზებულმა ბრიგადამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც CV-90-ები რამდენიმე FPV დრონის დარტყმას უძლებენ და მაინც აგრძელებენ მოძრაობას. ამით კი ცეცხლს აშორებენ ქვეითებს, რომლებიც უკნიდან გადმოდიან. უკრაინულმა დანაყოფებმა მას იმდენად გადააჭარბეს მისი კონსტრუქციის შესაძლებლობებს, რომ იმპროვიზებულ არტილერიადაც კი გამოიყენეს. ეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეითთა საბრძოლო მანქანაა და უკრაინამ შვედეთთან შეთანხმება გააფორმა, რომ მომავალში მისი წარმოება უკრაინაში დაიწყოს. და შემდეგ არის ყველაფერი იმ სისტემების მიღმა, რომლებიც სათაოში ხდება. ის შეუმჩნეველი მასა, რაზეც არმია რეალურად დგას. 28-ზე მეტ პაკეტში შვედეთმა გაგზავნა STRV-122 ტანკები, რომელიც Leopard 2-ის შვედური დამატებით დაჯავშნული ვერსიაა. მან გაგზავნა 200-ზე მეტი მუხლუხებიანი ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნა, RBS-70 საჰაერო თავდაცვის რაკეტები, დრონებისა და ვერტფრენების წინააღმდეგ. კარლ გუსტავის უკუცემის გარეშე იარაღი, ათასობით შაშხანა და ტანკსაწინააღმდეგო იარავი, Combat Boat 90 ტიპის სწრაფი შეტევითი კატერები, დინარეებისა და სანაპიროსთვის, თოუ რაკეტები, საბრძოლო მასალა, სატვირთოები, სათადარიგო ნაწილები და წვრთნები, რომლებიც ყველაფერს მუშაობაში ამყოფებს. შვედეთის ოფიციალური მონაცემებით, მისი სამხედრო დახმარების საერთო ღირებულებამ უკრაინისთვის 2026 წლის დასაწყისისთვის დაახლოებით 128 მილიარდ შვედურ კრონას მიაღწია, ხოლო დამატებით 80 მილიარდიანი პაკეტი 2026 და 2027 წლებისთვის უკვე განსაზღვრულია. ეს არ არის ქველმოქმედება მცირე დოზებით. ეს არის პატარა ქვეყანა, რომელიც თავისი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მნიშვნელოვან ნაწილს სხვა ქვეყნის გადარჩენაში დებს. ეხლა ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია უპასუხოთ ნამდვილ კითხვას, რომელსაც ამ ვიდეოს სათაური რეალურად სვამს. როგორ შეიძლება ამ ყველაფერმა რეალურად შეაჩეროს რუსეთი?
იმიტომ რომ საქმე არც თვითფრინავშია, არც ჰაუბიცაში და არც სხვა რომელიმე მანქანაში, რომელიც გამოფენილია. მთავარი ისაა, რა ხდება მაშინ, როცა ამ ყველაფერს ერთმანეთს უკავშირებ. და სწორედ ეს არის ის, რასაც შვედეთი თითქმის ყველაზე უკეთ ესმის. რადგან სწორედ ამაზე ააგეს მათ მთელი თავდაცვის დოქტრინა. ASC 890 მაღალი სიმაღლიდან დაფრინავს ცენტრალური უკრაინის თავზე. ზემოდან უყურებს და აფიქსირებს რუსული თვითფრინავების ჯგუფს, რომლებიც პლანირებადი ბომბების გასაშვებად ემზადებიან. ის ამ მონაცემებს მონაცემთა ბმულით გადასცემს ქვემოთ. ფრონტის სიახლოვეს განთავსებული ჟირაფის რადარი ადასტურებს და კიდევ უფრო ზუსტავს სურათს. Gripen E, რომელიც დაშლილ ზოლზე დგას. შორს ნებისმიერი სამიზნე ავიაბაზისგან იღებს სიგნალს, აფრინდება და დიდი მანძილიდან უშვებს მეტეორს, რაზეც რუს პილოტს კარგი პასუხი არ აქვს. აიძულებს მას შემოტრიალდეს და გაიქცეს, მანამ სანამ ბომბების გაშვებას შეძლებს. ამასობაში იგივე ქსელი, რომელმაც რაკეტა მიზანზე მიმართა, არჩერის ეკიპაჟს ატყობინებს, საიდანაც რუსულმა ბატარეამ ახლახან გაისროლა. და ეს არჩერი ზრუსტ ჭურს უშვებს მასზე და უკვე გადაადგილდება, სანამ ყვამლი გაიფანტება. ეს არის ლოგიკა და ღირს ამაზე დაფიქრება, რადგან ეს ნამდვილად ელეგანტურია. რუსეთის უპირატესობა ამ ომში ყოველთვის იყო მასა, მეტი იარაღი, მეტი თვითფრინავი, მეტი ადამიანი. უკრაინისა და შვედეთის პასუხი არ არის მასის გათანაბრება, არამედ მიზეზის შეტევა და არა სიმპტომის. შენ უბრალოდ არ ჩამოაგდე პლანირებად ბომბებს თითო-თითოდ, რაც დამღლელი და წაგებული თამაშია. შენ უკანს ძევ იმ თვითფრინავებს, რომლებიც ამ ბომბებს ატარებენ, რომ ბომბები საერთოდ არ გაუშვან. შენ უბრალოდ არ იმალები და არ იტან არტილერიას. შენ ხედავ იარაღს იმ წამსვე, როგორც კი ის ისვრის და ანადგურებ მას. ამ სისტემის ყოველი ფენა შექმნილია იმისთვის, რომ პატარა ჭკვიანმა ძალამ უფრო სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და დაარტყას, ვიდრე დიდი და მოუქნელი ძალა მოახერხებს რეაგირებას. ასე გეგმავდა შვედეთი ყოველთვის თავისი ბევრად უფრო დიდი მეზობლის საფრთხის პირობებში გადარჩენას და ახლა უკრაინამ ეს გეგმა გადაიბარა. ამ პარტნიორობაში კიდევ ერთი სარგებელი იმალება, რომელიც მომავალზე უფრო მეტს მიანიშნებს, ვიდრე აწმყოზე. ეს ურთიერთობა ორმხრივია. უკრაინამ მხოლოდ მიმღები არ არის. ყოველდღე უკრაინელი ეკიპაჟები ამ შვედურ სისტემებს იყენებენ ამ საუკუნის ყველაზე ინტენსიურ და ტექნოლოგიურად გაჯერებულ ომში. ისინი ებრძვიან რეალურ ელექტრონულ ბრძოლას, დრონების გუნდებს და მტერს, რომელიც ყოველ კვირას ადაპტირდება. ეს ქმნის ისეთ გამოცდილებას, რასაც შვედეთის არც ერთი საცდელი პოლიგონი ვერასდროს მისცემდა. რეალური საბრძოლო მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ იქცევა თითოეული ეს მანქანა მაშინ, როცა ვინმე ნამდვილად ცდილობს მის განადგურებას. შვედეთი იღებს ამ უკავშირს. ამიტომ სააბს შეუძლია იპოვოს ხარვეზები და გამოასწოროს ისინი უფრო სწრაფად, ვიდრე ამას მშვიდობიან პერიოდში მოქმედი პროგრამა შეძლებდა. პარტნიორობა ფაქტობრივად აძლევს შვედეთს ყველა საჭირო ტესტირებას იმ მტრის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც ყოველთვის ეგონა რომ აღმოჩნდებოდა. ეს შეიძლება დააჩქაროს განვითარება ისე, როგორც უკვე ვნახეთ უკრაინამ შეძლო. პროტოტიპები მზადდება თვეებში და არა წლებშიც კი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა თავისი წარმოება აწყოს და აამუშაოს და მაშინაც კი ბრძოლა მაინც რთულია მისთვის. Gripen E-ს შეთანხმება უზარმაზარია. განზრახვის წერილი 150-მდე თვითფრინავზე, რაც იქნება Gripen-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ექსპორტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი იარაღის გარიგება, რაც კი ევროპას უნახავს. მაგრამ ეს თვითფრინავები ხვალ არ ჩამოვა. მათი გაგზავნა დაახლოებით 2030 წლიდან დაიწყება და მთელი 10 წლეულის განმავლობაში გაგრძელდება. უფრო ძველი C და D მოდელები, რომლებიც შეიძლება ადრე ჩამოვიდეს, მეორადია და უკვე მოძველებულია, მათი რაოდენობა შეზღუდულია კონსტრუქციის დაღლილობის გამო და მათ არ აქვთ ის სისტემები, რაც E მოდელს ასე სახიფათოს ხდის. და რუსეთი არ გაჩერდება. ის ადაპტივდება, ახშობს სიგნალებს, აშენებს და ამ სიაში ყველა მაღალი ღირებულების სისტემას დაედევნება, განსაკუთრებით კი ადრეული გაფრთხილების თვითფრინავებს. მიუხედავად ამისა, პროექტის მასშტაბი უზარმაზარია. შვედეთმა და უკრაინამ შექმნეს სრულყოფილი, ფენებად განლაგებული თანამედროვე საჰაერო და სახმელეთო თავდაცვის არქიტექტურა. რეაქტიული თვითფრინავი ის ნაწილია, რომელიც სათაურებში ხდება. სისტემა კი ის ნაწილია, რომელიც იმარჯვებს. და რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს პარტნიორობა, მით უფრო ნაკლებად იქნება საუბარი შვედეთის მიერ უკრაინის ომში გადარჩენაზე და უფრო მეტად იქცევა იმაზე, რომ ისინი ერთად წერენ სახელმძღვანელოს, თუ როგორ უნდა წარიმართოს შემდეგი ომი. მაგრამ ეს ომი მხოლოდ თავდაცვით არ მოიგება. სწორედ აქ იჩენს თავს უკრაინის შორი მოქმედების რაკეტების შეტევითი პოტენციალი. დამატებითი ინფორმაციისთვის აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ The Military Show, რომ ყოველდღიურად მიიღოთ მსგავსი კონტენტი.